მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, სატელევიზიო გადაცემა წუთი სოფელი, კვლავაც თქვენთან არის და მოგეხსენებათ ამ სატელევიზიო გადაცემის ავტორი გახლავთ სრულიად საქართველოს საგვარეულო მოძრაობის ლიდერი ბატონი ირაკლი ბრეგვაძე, მე კი ამ გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი გოგიტა მელიქიძე ვარ. დღეს ჩვენთან სტუმრად არიან კარგი ქართული გვარის ფირცხალავების გვარის წარმომადგენლები, ბატონი თამაზი ფირცხალავა და ბატონი ლადი ფირცხალავა და გვექნება საუბარი ამ კარგი ქართული გვარის შესახებ და ეს კარგი ქართული გვარი მე ხშირად მინდა გავიმეორო და ნუ ჩამიტვლით ამას ერთგვარ ესეთი ზიაწეულ ტონად, რამე თუ ამ გვარს მართლაც აქვს აი ის ღირებულებები, ის განზომილებები, რომლითაც ეს გვარი კარგობს და კარგად არის წარმოჩენილი როგორც საზოგადოებრივ ასპარეზზე, ისე სულიერ საეკლესიო მოღვაწეობის ასპარეზზე, ისე სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის ასპარეზზე და დღესაც ამ გვარის ბევრი კარგი შვილი დგას მსახურებად ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისა და სწორედაც აი ასეთი გვარის შესახებ გვექნება საუბარი. ბატონ თავს მივცეთ სიტყვა და ყველაზე უკვე ფირცხალავების შესახებ სწორედ ფირცხალავების საუბრობენ. მოგისმენთ ბატონო თავს. დიდი მადლობა, მოგესალმებით. ყველა გვარის წარმომადგენლებს მოგესალმებით. ფირცხალავების და ფირცხალა და ფირცხელაზე დაწყებული ყველა გვარის წარმომადგენლებს ჯამში ახლა ვნახეთ სტატისტიკით სადღაც 5000 სივართ ერთად. ფირცხალაძე, ფირცხალაიშვილი, ფირცხალაური ყველა ერთი ფუძისგან წარმოდგება და ყველას ალბათ გვაინტერესებს ჩვენი გვარის ისტორია, საიდან მოვედით, სად ვართ დღეს და რა მისია გვაკისრია თითოეულ გვარს და ჩვენი გვარის წარმომადგენლებს ეს ისტორია დაწვრილებით გავიგე. მე 1990 წელს სვანეთში მიმიწვიეს ფირცხელანების გვარის გვარმა. სტუმრად რო ვიყავით, იქ იცით თქვენ არის სოფელი ლატალი და ლატალთან ახლოს არის სოფელი ლახუშტი. ამ ლახუშტის, ასე ვთქვათ, მახში იყო გიორგი ფირცხალავა. მასთან სტუმრობის დროს მან ასეთი რამე მომიყვა, რომ მას ჰქონდა ხელნაწერები, რომელიც დათარიღებული იყო მე-11 საუკუნით. ეს იყო ხუცური დამწერლობით და მან თქვა, რომ ამ ხელნაწერებში მოცემული იყო, რომ ჩვენი გვარი, კერძოდ ფირცხელა მოდის მერვე საუკუნიდან. მან ეს ხელნაწერი მაჩვენა კიდეც, ახლა მე ხუცურად ვერ კითხულობდი, მაგრამ თვითონ წამიკითხა და იყვნენ 5 ძმა, რომლებიც კოლხეთში ცხოვრობდნენ და ამ ძმებიდან, 5 ძმებიდან შემდგომი განშტოება მათი მონაგარი გავრცელდა მთელ საქართველოში, დაუშვათ ვინც სვანეთში წავიდა ფირცხელანები გახდნენ, მერე ფირცხალაიშვილები, ფირცხალაძეები და ფირცხელაურები და ასე შემდეგ. როგორც გითხარით, დაახლოებით ჯამში ესენი არიან 5000. მაშინ ბატონმა გიორგი მითხრა, რომ თქვენ არ ვიცით, ყველამ შეიძლება ცოტა ისეთი ასაკოვნება იციან, რომ იყო სოფლის ცხოვრება. გაზეთი სოფლის ცხოვრება. სადაც ბოლო გვერდზე იყო ესე იგი გვარების შეკრებილიყვნენ იმის განცხადება, რომ დაუშვათ ამ დღეს ჩვენ დაუშვათ აბაშიძეები შევიკრიბოთ ყველა ერთად და მან მითხრა, მანაც იცოდა ეს გაზეთი რო იყო და მითხრა, აი გამოაქვეყნეო შემო 90 წელი, 1990 წელი. და გამოაქვეყნეს და მე გიმასპინძლებთო ყველა ამას, ჩვენ ძალიან ბევრი ვართო. მაშინ მე მართლა მომინდა მისი ასე გაკეთება, მაგრამ მე ვიცით ომი დაიწყო, აი ეს ხელისუფლება შეიცვალა და მაგის თავი უკვე არც იმათ ჰქონდათ და არც ჩვენ და ამიტომ ეს საქმე გადაიგო სამომავლო.
ახლა ყველა გვარს აქვს თავისი მისია. ყველა ადამიანს აქვს თავისი სულიერი მისია და ამქვეყნიური მისია. რაში გამოიხატება ეს მისია? სახელის შემთხვევაში, то есть პირადი ადამიანი, ცალკე აღებული ადამიანის შემთხვევაში, ეს გამოიხატება მის სახელში. გვარის შემთხვევაში გამოიხატება მის გვარში. როგორ? მეგრულ ენაში ყველა ასო ბგერა არის სიტყვა. შესაბამისად, თუ ავიღებ ჩვენ ნებისმიერი ადამიანის სახელს და ის ამ მეგრული ენის ასო ბგერების მიხედვით გავშიფრავთ, იქ ვნახავთ, რომ აი ამ ადამიანის მისიაზე იქნება საუბარი. ეს სულიერად არის დამტკიცებული მრავალი ასე ვთქვათ, ეზოთერული კვლევებითა და მეცნიერული კვლევებითაც კი. ახლა რაც შეეხება ჩვენ გვარს. ჩვენი გვარის ფუძე არის ფირცხელა და ფირცხალა. დანარჩენი იქ ვა იქნება, ური იქნება, ლანი, ანი იქნება, თუ რაღაც ეს უკვე დამატებებია. გვარის წარმოების ფორმა. გვარის წარმოების ფორმა, დიახ. ავიღოთ ჩვენი გვარი ფირცხელა, ესე იგი საერთოდ სიტყვაში ფუძე არის თანხმოვნები. ხმოვანი არის გახმოვანება და მიმართულების მიცემა, რაღაც გამდიდრება ამ დავუშვათ ასო გერების და ასე შემდეგ. ავიღოთ ფირცხელა, ეს პირველი ასო ნიშანი არის ფ. ფ მეგრულად ნიშნავს დუღილსაც, დუღილი და ნიშნავს კუთვნილებასაც. მაგალითად, ხვიჩა გოჩას ჯიმა აფ. ესე იგი, ხვიჩა გოჩას ძმა არის. ეკუთვნის ძმად. კი ბატონო. შესაბამისად, ეს რაც შეეხება ფულს, მე არის რ. რ მეგრულ ენაში ნიშნავს არის. რე არის. მე არის ც. ც ეს როგორც ქართულში ისე ცას ნიშნავს, ცათა სასუფეველს ნიშნავს. ხ ნიშნავს დაბადებას, შობას. ლ ნიშნავს გავარდნას, მაგალითად, ტყვია გოლ. ტყვია გავარდა. ნიშნავს ასევე მოლოდინს. მაგალითად, გიორგი დავუშვათ გოჩას ელი, ანუ ელის. და თქვენ მოგიხსენებათ, რომ ებრაულში ელი ღმერთის უზენაესი შემოქმედის სახელიც არის და ამიტომ თუ დავამთხვევთ ჩვენ, რომ მოლოდინი ვისი? ღმერთის მოლოდინი. ეს ოდის არის, ეს მეორე იეშუას მეორე მოვლენების დროს იქნება. თუ ჩვენ ამას შევკრივავთ, მაშინ გამოდის, რომ ჩემში დუღილი არის, გვარზეა საუბარი, დუღილი არის, ცათა სასუფეველში შობილის მოლოდინის გამო. ცათა სასუფეველში შობილი ძე არის ერთადერთი ძე, იესო, მისი ნამდვილი სახელი არის იეშუა და ის არის ერთადერთი შობილი. დანარჩენი ყველაფერი ამ სამყაროში, სულიერში და ფიზიკურში არის ყველა ქმნილი. და გამოდის, რომ ჩვენი გვარის მისია, ახლა პათეტიკაში ჩამომართვენთ, მაგრამ გარკვეულ წილად შეეხება იესოს მეორედ მოვლენების მოლოდინს ჩემში დუღილი. დუღილი რა არის? დუღილი არის შინაგანი დუღილი, ანუ მუშაობა სულიერი განვითარებისათვის. და თუ ამას ჩვენ ერთად გავაერთიანებთ, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ გვარს ასე ვთქვათ, უზენაესი შემოქმედისგან გარკვეული მისია ყველა გვარსა, ყველა გვარი, არც ერთი გვარი და არც ერთი ადამიანი დედამიწაზე არ გაჩენილა შემთხვევით. რაიმე მისიისა და მიზნის გარეშე. ასე რომ ჩვენი თქვით, აიხარეთ ძალიან. თქვენ ყველამ თქვენი აიხარეთ ბატონ თამაზ, ძალიან საინტერესო ახსნა იყო და ის შინაარსობრივი ბმა, რომელიც თქვენ აი ამ ასოთა სიმბოლიკით წარმოადგენთ, ეს შინაარსობრივი ბმა მეტყველებს ზოგად ქრისტიანულ თეოლოგიურ გაგებაზე, რომ მთელი სამყაროა მოლოდინის რეჟიმში, უფლის მოლოდინის რეჟიმში, მთელი სამყაროა და აი ეს მოლოდინი
აი თქვენ გვართან მიმართებაში არის არა მხოლოდ მოლოდინი ესეთი სტატიკური მდგომარეობა მოლოდინისა არის მდუღარების მოლოდინი ანუ მოღვაწეობითი მოლოდინი ესეთი შინაგანი მდუღარების მოლოდინი სწორს ბრძანებთ და აი ეს მდუღარება კლავაცსა და გლავაც მეტყველებს იმ სულიერ მოღვაწეობაზე რომელმა მოღვაწეობამაც უნდა მიგვიყვანოს უფალთან უნდა შეგვახვედროს უფალთან და ჩვენი ძველები იტყოდნენ ხოლმე შეხვედრის პირი არა აქვსო აი შეხვედრის პირი რო გქონდეს თვითონ ჩვენთაგანს სწორედაც ეს დუღილი ეს შინაგანი დუღილი ეს შინაგანი ღვაწლი ეხმარება ადამიანს პიროვნულად და ამ შემთხვევაში თუ განვავრცობთ გვარს ეხმარება იმაში რომ დიახაც უფალთან შეხვედრის პირი ვიქონიოთ და ველზადოთ აი ამ შეხვედრისთვის ველზადოთ თუ შეიძლება ასე ითქვას ბატონ ლადის აქვს აი სტატისტიკური მონაცემების ჩამონათვალი და მოგისმენთ ლადი ბატონო ბრძანეთ აი ამ განსახლების შესახებ კი ბატონო ეხლა ეს მონაცემები არის ამოღებული სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან. იქ არის ესეთი საიტი სტატისტიკური მონაცემებისთვის სპეციალურად შეგიძლიათ ყველა ვისაც სურვილი ექნება ჩაწეროთ გვარი ან სახელი და ამოიღებს იმ მონაცემებს რომელიც არის ოფიციალურად რეგისტრირებული საჯარო სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში. ამ შემთხვევაში ფირცხალავები და ფირცხელავების ჩაწერა გავაკეთე და ამოვიღე მონაცემები რომელიც არის 25 წლის 7 მაისის მდგომარეობით. ფირცხალავები არიან 2097 ადამიანი, აქედან ქალი არის 1127 და კაცი, მამაკაცი 960, ხოლო ფირცხელავები არის 877, ქალი 457 და მამაკაცი 429. ეს მონაცემები ახლა კიდე ღრმად რო წავიდეთ და ფირცხე რო ჩავწეროთ და ამოვიღოთ მონაცემები თქვათ ამ იმითი დასაწყისით აქ შეიძლება იყოს ფირცხალავები, ფირცხალაიშვილები, ფირცხელიანები, ფირცხალაიშვილები და ასე შემდეგ ეს ჩავწერე და ყველაზე ასე ვთქვათ გავრცელებული გვარი აღმოჩნდა მაინც ფირცხალავა, ფირცხალაიშვილი და ფირცხელავა. ეს ყველაზე დიდი რაოდენობით მაინც ეს გვარები არის. და ფირცხელიანი კიდე. სულ ჯამში ეს არის 5415 ადამიანი რეგისტრირებული. ეს საქართველოში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებია, თორე რა თქმა უნდა, უცხოეთში მეტიც იქნებიან და უფრო ბევრი ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გაიხარეთ. ძალიან კარგი ფორმაა აი სტატისტიკური მონაცემების აი ამ კუთხით ანალიზი და მე მინდა მადლიერები გითხრათ თქვენი დამოკიდებულების შესახებ ის რომ ჩვენ მოგვიწია სხვადასხვა ფორმაციებში სხვადასხვა სახელმწიფოებრივ წარმომადგენლობებთან ურთიერთობა მათ შორის რუსეთის სამეფო რეჟიმთან მერე კომუნისტურ რეჟიმთან ურთიერთობა და ამ ურთიერთობამ გარკვეული დაღი დაასვა ასე ვთქვა და ნიშანი დაუტოვა საქართველოს და მათ შორის ჩვენს გვარებსაც და ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე გვარია და იმ რუსული ჩანაწერების მიხედვით ერთი ასოა იცვლება ასე და ისე და კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რომ ჩვენ არა ვართ იმათი და ისინი არ არიან ჩვენი და ეს მხოლოდ სტატიკური ის არის ფორმა იმ ჩანაწერისა, რაღაცა ისეთი დოკუმენტური საკანცელარიო მონაცემია, თორემ გვარი ერთი სახისა, ღვთიუქმნილი სახია გვარი და ამისი გამიჯვნა, ამისი რაღაცა გამხოლოება არ არის სასურველი და მივესალმები მე თქვენ სულისკვეთებას თამაზ ბატონო რომ სვანეთში ვიყავი და აი შევხვდი მახვს ჩვენი გვარისას და ასე შემდეგ რომ დიახაც ვეძებთ გზებს ერთმანეთთან მისვლისა და ერთად ყოფნისა რამე თუ გვარი ერთობისთვის მოწოდებულია ერთობისთვის დადგინებულია და თითოეული ჩვენთაგანი აი ამ ერთობის სულისკვეთებას უნდა ვატარებდეთ ჩვენ შინაგანად კი არ უნდა ვეძებდეთ მიზეს იმისა როგორ ვართ სხვები და როგორ არა ვართ ერთი გვარისა არამედ პირიქით აი ასეთი უმნიშვნელო შეცდომებს ჩანაწერის შეცდომებს უნდა ვაქციოთ ზურგი როგორც იტყვიან და გვარს შეუწყოთ ხელი და მივცეთ საშუალება იმისა რომ ერთ მთლიანობაში წარმოდგეს ეს ყველაფერი აი ბატონმა ლადიმ სწორედაც რამოდენიმე გვარი დაასახელა რომელიც ამ ერთი ფუძიდან მოდის და ერთი ფუძე თავისთავად მეწყვილებს
ერთ წარმომავლობას, ერთ ფუძეს და ეს ფუძე განაპირობებს იმ შინაურულ ატმოსფეროს, რომელთაც გვარი არის სახელდებული. და თქვენ ახსენეთ 5 ძმა, რომელიც განიყვნენ და აი ეს 5 ძმის განყოფა, ანუ 5 ძმის განფენა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იძლევა საშუალებას იმისა, რომ საქართველოს ყველა სხვა კუთხეში მცხოვრება ამ გვარის წარმომადგენელმა იგრძნოს თავი იმ ერთი სახლის შვილად, საიდანაც ეს 5 ძმა არის სამოსული და ამისი ძალიან კარგი მაგალითი, სწორედაც აი თქვენი დამოკიდებულება ყველა ამ გვარის მიმართ. მე მინდა ეკლესიის მიმართ დამოკიდებულებაზე გავამახვილოთ ყურადღება და გვითხრათ საეკლესიო მსახურები რამდენად იყვნენ თქვენს გვარში და რა კონკრეტული მსახურების მონაცემებია მათ სახელზე როგორც იტყვიან და თუ დღეს ყავს დღევანდელ ბატონი ლადი იტყვის კი ბატონო, ჩვენ ეხლა პატარა მოკვლევად ჩავატარეთ ესეთი, რომელიც გვაინტერესებდა რამდენი სასულიერო პირი არის საერთოდ ფერცხალოების. ამოიღო 16 ჩანაწერი, ეს ინტერნეტში არის ეს რესურსი, სადაც შესაძლებელია არქივის მონაცემებზე დაყრდნობით ამოიღოთ გვარის მიხედვით სასულიერო პირები. 16 მათგანია, მათ შორის ერთი ბაბუაჩემის მამაც არის, გამიხარდა რომ ნახეთ. ასევე არის მოქმედი დღეს მამა ისააკი, რომელიც კირიონ მეორეს სახელობის ტაძრის წინამძღვარია და მოქმედი მღვდელმსახურია. იგი გამორჩეული პიროვნება არის, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ 90-იანი წლებიდან უკვე ასე ვთქვათ, ეკლესიაში მოვიდა და შემდეგ აფხაზეთში ომობდა და მერე აფხაზეთის ომის მერე იგი 2005-2008 წლებში იყო კაპელანი და ერაყში მსახურობდა პირველ ბატალიონში კაპელანად. ეს მაშინდელი როგორ ვთქვა 2003 წლიდან არის კაპელანების ინსტიტუტი საქართველოს ჯარში და ეს ერთ-ერთი პირველი იყო ქართველი ასე ვთქვათ კაპელანი მამა ისააკი. ჩვენი გვარის სულიერი მოძღვარი და წინამძღოლი და საკმაოდ ბევრი საქმე მას უკავშირდება ჩვენი შეკრებისაც, ყოველი 9 ივნისი, რომელიც არის ჩვენი გვარის დღევანდელი დღე, კურთხევის დღე, პატრიარქის მიერ 2013 წელს ვიკრიბებით ტაძარში, ვიხდით პარაკლის და ამითი მამა ისააკი ყოველთვის მზად არის დაგვეხმაროს და იცახოს. მამა ისააკთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ კაპელანის სამსახურია განსაკუთრებული სამსახურია და მით უმეტეს როცა ეს საზღვარგარეთ სამშვიდობო მისიაში არის ასული, ავღანეთზე იყო ლაპარაკი ახსენებული და ავღანეთში იყო და ეს არ არის მხოლოდ ჯართან, ეს არის ჯარის სულიერი მოძღვარი, ჯართან მსახურებაში მყოფი მღვდელია და როდესაც აი ეს მღვდელი მიდის ომში, ფაქტიურად ომი იყო ავღანეთში და იქ მიდის, ეს არის არა მხოლოდ სამღვდელო მსახურების გამოხატულება, არამედ სამოქალაქო თავდადებას და პიროვნული თავდადების მომენტიც იყო, რომელიც დასაფასებელია და ესეთი პატივსაცემი ფაქტია და მამა ისააკი ძალიან სასურველი და სასიამოვნო პიროვნებაა, როგორც გვარისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის. მისი მსახურება ღვთივსათნო მსახურებაა და ღმერთმა გააძლიეროს და ღმერთმა სიკეთე მიმადლოს მას. წარმოიდგინეთ თქვენ ჯარისკაცი, რომელიც სადღაც უცხოეთში მსახურობს და არ იცის რა სიტუაციაში ჩავარდება, რა ელის დღეს არის, ხვალ შეიძლება არ არის და მას შეუძლია მივიდეს დაუშვათ იქ მამა ისააკი რაღაც კუთხე იქნებოდა აუცილებლად, ხო? გაკეთებული და იქ მივა ილოცებს მამაოს თხოვს ღვთისშეწევნა რომ მასთან იყოს. ეს ამხელა ფსიქოლოგიურად არის ჯარისკაცისთვის მნიშვნელოვანი, რომ გაუმკლავდეს იმ გაჭირვებას, იმ სტრესს, რომელიც მას იმ დროს შეიძლება მოუვიდეს. რადიო ინტერვიუში ამბობს მამა ისააკი, რომ ერთ-ერთი ოპერაციის დროს აფეთქების დღესაც ორი დაჭრილი ქართველი მეომარი ჰოსპიტალიზირებული იქნა და ვერტფრენით გადააფრინეს მამა ისააკი, მათ შეახვედრეს, იქ მას გასაუბრა, აღსარებას იბარებდა ყველა ჯარისკაცისგან სურველი ვინც იყო და აზიარებდა იქ ბრძოლის დროს და
მადლობა ღმერთს თვითონ აქ ნათქვამი რომ არც ერთი გარდაცვლილიო მე არ ყოლიაო და არ შევხედივარ რომ თვითონ და გაიხარეთ იცოცხლეთ ჩვენ ამას შეიძლება ისე ცოტა ზედაპირულად უყურებს საზოგადოება და როდესაც ლოცვის ქვეშ არის ჯარი და როცა აი ღვთის მფარველობას ითხოვს ჯარი და მისი სულიერი მოძღვარი ამ შემთხვევაში კაპელანი დიახაც ეს სხვა მადლად სხვა სიმშვიდეთ და სხვა ზეციურ მფარველობად მოევლინება და იქნება ეს ნათქვამი მამაოს მიერ განცხადებული რომ არც ერთი გარდაცვლილი არ მყოლია ეს გარკვეულწილად გამოხატულება იმ ზეციური მფარველობისა რომელიც მის სულიერ აურაში და მის სულიერ განზომილებაში ტრიალობდა დავამატებ ბოდიში ზოგჯერ ჩვენ ქართული ბრიგადა რო გადიოდა სხვა უცხო ქვეყნის ბრიგადები ჩვენთან ერთად მოდიოდნენ იმიტომ რომ ყველაზე ნაკლები აფეთქებები ჩვენ ბრიგადას უწევდაო ღვთის მადლით ეს მართლა არ ვიცი მისი მდგომარეობიდან გამომდინარე გასაგებია სუბიექტური მაგრამ სხვაებიც ხედავდნენ ამას და გვიერთდებოდენო და ჩვენთან ერთად მოდიოდენო გასვლებზეო ესეთი გაიხარეთ მე მინდა დავუბრუნდე ერთ საინტერესო ფაქტს რომელიც თქვენს გვართან არის პირცხილანების გვართან არის დაკავშირებული და ეს კონკრეტულად მეტყველებს იმას რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი რომელიც 1918 წელს იყო მიღებული თქვენი გვარიშვილის ხელმოწერა არის ამაზე დაფიქსირებული ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე რომელიც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში იყო ესეთი შექმნილი და ხელმოწერილი აქაც ჩნდება თქვენი გვარის ხელმოწერა და ეს ფაქტი აი ამ ხელმოწერის ფაქტი ძალიან ძვირფასია გვარისთვის და ზოგადადაც თუ გავიაზრებთ დიახაც ეს გვარი ისე იყო ჩართული სახელმწიფო საქმეებში რომ შესაბამისად ამ ჩართულობისა მიიღო პატივი იმისა როგორც ერთ აქტზე ისე მეორე აქტზე გაკეთებული იყო ხელმოწერა ნუ ეს გვარის ზოგადი განზომილების თვალსაზრისით ძალიან ისეთი ბედნიერი შემთხვევაა მე ვიტყოდი მაგრამ სასურველია რომ პიროვნულად გავამახვილოთ ყურადღება იმ ადამიანებზე და იმ ადამიანების დამსახურებაზე რომლებიც მივიდნენ ამ ხელმოწერის პატივამდე კი ამ შემთხვევაში დამოუკიდებლობის აქტზე მოაწერა ჩვენ სოლომონ ფირცხალა რომელიც აღსანიშნავია რომ იყო ერთ-ერთი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საბჭოს წევრი და საკმაოდ ჩართული იყო ამ საქმიანობაში. მისი ნუსხა ძალიან დიდი არის, მეც გამიკვირდა ახალგაზრდა ადამიანმა რამდენად მოასწრო. მე იყო გადასახლებაში, დაბრუნდა საქართველოში და საბჭოთა წყობამ 56 წელს ეს ხრუშოვის პერიოდი იყო მე მგონი ახალგაზრდა ისე დაადანაშაულა სამშობლოს ღალატში და დააპატიმრეს შემდეგ ავად გახდა და ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ორ არის ცნობილი სად არის დაკრძალული? მე გეტყვით სამწუხაროდ არ მიწევია. მე ვნახე ისტორიების შესახებ და იქ არ იყო მითითებული და იცით რა გამიჩნდა როგორი ისა შინაგანი განცდა რომ საფლავი იყოს მისი ცნობილი თუ სად არის დაკრძალული მადლიერების ნიშნად შეიძლება მისვლა მის საფლავზე და პანაშვიდის გადახდა და გული დამწყდა რომ ეს საფლავი არ იყო მითითებული და ჩვენ ვერ მოვიძიეთ და ოჯახის არც ერთ წევრს არ ვიცნობთ სამწუხაროდ რომ შრომავლობას რომ გავიგოთ მისი ხაზი არ არის ცნობილი კონსტანტინე ფირცხალავა კი დღეს ცოცხალია რუსეთშია იგი იყო ზვიად გამსახურდიის დროს პროკურორი და იმ პერიოდში ესე ვთქვათ მე თავრობის ცვლილებასთან ერთად რუსეთში მოღვაწეობს და იქ არის ერთადად არ გვაქვს ესე ვთქვათ ხშირი ურთიერთობა მაგრამ ერთ-ერთი ხელისმომწერი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს იყო იგი იმიტომ რომ უზენაეს საბჭოს წევრი იყო მაშინ თანამედროვე პროცესები გვარის ერთობაში და აი თანამედროვე ის საქმიანობა რომელთანაც თქვენ გიწევთ შეხება და ძალიან კარგია რომ გვარის კურთხევის დღე არის გვარის დღესასწაულად გვარის შინაგან ზეიმად გამოცხადებული და გვარი იკრიბება ამ დღეს ეს ერთგვარი ეპიცენტრია გვარის შეკრებისა კალენდარული თვალსაზრისით ეპიცენტრია კალენდარულია ამ თვალსაზრისით და სასურველია რომ ეს დღე ეხლა წარმოჩენილი იყოს აი ამ
სიმაღლით და აი ამ პატივით. დიახ, აი აქ თქვენ წარმოადგენთ ჩამონათვალი იმ პიროვნებებისა, რომლებაც თავისი პიროვნული დამსახურებით გამოიჩინეს თავი. აი ჩემთვის ძვირფას გურამ ფირცხელაოს სურათია, რომელიც იყო ძალიან ესეთი ცნობილი ქართველი კინომსახიობი და გარდა კინომსახიობისა ის ძალიან ღირსეული ქართველი იყო, საოცრად და ესეთი მაღალი მამულიშვილური პრინციპებით იყო აღჭურვილი შინაგანად და ეს ის კაცი იყო, რომელმაც გარდა ესეთი არტისტიზმისა და შემოქმედებითი ცხოვრებისა კარგი კაცის სახელი დატოვა და დღეს აი ამ შემოქმედებით სფეროში ყველანი ღირსეულ და კარგ კაცად მოიხსენიებენ და აცხონოს ღმერთმა მისი სული. გთხოვთ გააგრძელოთ და ეს ჩამონათვალის შესახებ უფრო დეტალურად ვისაუბროთ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ დღეს 9 ივნისია, ზუსტად ესე დაემთხვა. დღევანდელი დღე აქ თქვენთან ტელევიზიაში მოსვლას უკეთეს ვერ ინატრებდა კაცი რომ იტყვიან, ზუსტად ისე მოხდა. ზუსტად ჩვენ ეს კურთხევის დღეა დღეს, ჩვენ ამ ყოველ წელს ამ დღეს აღნიშნავთ, როგორც ბატონმა ლადიმ თქვა ჯერ ეკლესიაში, მერე კიდევ პატარა ტრაპეზზე. ფირცხალავების გვარი გარდა იმისა, რაც აგერ სიმონ ფირცხალავას და კონსტანტინე ფირცხალავას, რომლებმაც ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის აქტს, ჩვენი გვარი საკმაოდ მდიდარია ასევე გამოჩენილი ცნობილი ადამიანების, ჩამოთვლით ზოგიერთ მათგანს. ბატონი გურამიზე უკვე თქვენ ისაუბრეთ, გურამის ბაბუა და ჩემი ბაბუა ძმები იყვნენ. ერთი განაყარებო. ხო, კი. გიგლა ფირცხალავა ცნობილი მხატვარი, მოქანდაკე, პედაგოგი, მისი ნახატები შარჟებით ეს გახსოვთ მაშინ იყო ნიანგი, გონება მახვილობის ეტალონი იყო. გონება მახვილობის. დიახ. აკაკი ფირცხალავა ყოფილა საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში. ქეთი ფირცხალავა ეს ყველამ იცით მომღერალი ანსამბლ ბზიურის წევრი და ანტოშკა ცნობილი სიმღერა აი მაგის ასევე ვახტანგ ფირცხალავა მსახიობი, რომელიც საკმაოდ ბევრ ქეთო და გოდეში არის, აბეზარაში არის. გარდა ამის ახლა ყველა არ არის მოცემული, მე თქვი რომ სამეცნიერო წრეშიც ფირცხალავები საკმაოდ არიან, მაგალითად ავთანდილ ფირცხალავა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თავის დროზე იყო მინისტრთა საბჭოში ჯანდაცვის სისტემას კურირებდა. ასევე დავით ფირცხალავა, რომელიც ასევე პროფესორი უნივერსიტეტში თსუ-ში ქიმიის კათედრის გამგე. მე თვითონ ვარ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. რახან ფირცხალავის წარმომადგენელი ვარ მე ჩემ თავზე. ასე რომ გვარი სახელმწიფო სიძლიერე გვარის სიძლიერეზეა დამოკიდებული და გვარის სიძლიერე გვარის წევრების სიძლიერეზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ გვარები ჯამურად იყვნენ ძლიერი სახელმწიფო წარმომადგენლები, საჭიროა ერთობა. თქვენ კარგად თქვით დასაწყისში რომ ერთობა არის ის აუცილებელი პირობა, როცა რაღაცის გაკეთება გვინდა. საოცარი სიტყვაა ერთობა. რანაირად, აი როგორც ჩვენ თქვით მეგრული სიტყვის ენის ასობგერების მიხედვით, იქ არის რ, თ და ბ. რ თქვით არის, თ მეგრულ ენაში ნათელს ნიშნავს, ბ ნიშნავს ბმას, კავშირს. ესე იგი ერთობა არის ნათელთან კავშირი არის. ჭეშმარიტი ნამდვილი ერთობა შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამიანებს შორის, ვისაც ნათელთან კავშირი აქვს, ანუ ღმერთთან კავშირი აქვს. და როგორ შეიძლება საქართველოში გვარების ერთობა ჩამოყალიბდეს? ამისათვის საჭიროა ამაღლებული იდეა. მაგალითად ჩვენ ჯგუფში
ჩვენ ასე ტიბერიონი ახალი იბერია ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ მე და იქ ჩვენ ჩამოყალიბებული გვაქვს როგორ შეიძლება რა იდეა შეიძლება მივაწოდოთ ყველა გვარს ფირცხალავებს იქნება თუ სხვას რომელიც იქნება საფუძველი ჩვენი ერთობის ეს არის ყველასათვის თქვენთვის ცნობილი საქართველოს სულიერი მისიის აღსრულების იდეა კარგად მოგეხსენებათ ბატონი ზვიადისგან მერაბისგან ზვიადის სპეციალური ნაშრომი აქვს ამაზე სულიერი მისია საქართველოს სულიერი მისია მათ თქვენს რომ საქართველოს მისია სულიერშიაო ესე იგი ყველა ჩვენი გვარის მისია ასევე სულიერში უნდა იყოს და რაც ნიშნავს სულიერი მისია ეს იქნება სულიერი მისია არის რომ საქართველოს და ყველა გვარი და მისი წარმომადგენელი უნდა გახდეს ღვთიური სიბრძნის ღვთიური სიკეთისა და სიყვარულის მაგალითი ეტალონი მთელი კაცობრიობისათვის და ეს იქნება საქართველოს სულიერი მისიის აღსრულების და აი იმ სანატრელი იბერია გაბწყინდებას საფუძველი ასე ვთქვათ ფუნდამენტი ამიტომ როდესაც თითოეული ჩვენდაგანი თითოეული გვარის წარმომადგენელი ეს ფირცხალავა იქნება აბაშიძე ბაგრატიონი თუ ვინც ის მიზნად დაისახავს რომ მისი ამ ქვეყნიური ცხოვრება მიუძღვნას საქართველოს სულიერი მისიის შესრულებას ამაზე უფრო დიდი მე მგონია მიზანი და მისია არ უნდა იყოს არც ერთი გვარისთვის და არც ცალკეული გვარის წარმომადგენლებისთვის აი ამის გაიხარეთ ბატონ თამას აი ბატონ ლადის მინდა მოусმინოთ აი გვარის კურთხევისა და უშუალოდ ფოტოა წამოღებული სადაც უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი სრულიად საქართველოსი ილია მეორე ლოცავს ფირცხალავების გვარს და თვითონ ეს ფაქტი რომ ჩვენი ქვეყნის უპირველესი სულიერი ლიდერი და უპირველესი სულიერი იერარქი ლოცავს გვარს თვითონ ეს მომენტი არის სხვა განზომილების სხვა მასშტაბის და სხვა სულიერი სიდიადის მქონე რამე თუ ამის იქით აღარ არის სხვა საზღვარი, სხვა მიჯნა ეს როგორც ითქვიან პირდაპირ ვედრება უფალთან, ვედრება გვარის სახელით და გამოთხოვა იმ კურთხევისა, რომელი კურთხევაც სჭირდება ყველა გვარს, ყველა პიროვნებას და ყველა ერთობას, რომელი ერთობის შესახებაც ბატონმა თამაზმა კარგად ბრძანა. მინდა დაუბრუნდეთ გვარის კურთხევის დღეს და რამოდენიმე სიტყვით მოგახსენეთ. ეს მოხდა 2013 წლის 9 ივნისს პატრიარქის ქადაგებისას იმ დღეს აღნიშნა და მე წაკითხული იქნა გვარები, რომელიც იმ დღეს აკურთხეს და რამდენიმე გვარი იყო, მაგრამ ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ჩვენ იმ პერიოდში მოგვიწია პატრიარქის უშუალოდ პატრიარქთან მისი კურთხევით და ასე ვთქვათ, მისი ლოცვას კურთხევით ჩვენი გვარის შეერთობის და გაერთიანების დასაწყისი და მე ამ პერიოდში ძალიან ხშირად ვიკრიბებით და აღნიშნავთ ამ დღეს, ასევე ამ დღისათვის დაწერილი იქნა ხატი მოულოდნელი სიხარულის, ღვთისმშობლის მოულოდნელი სიხარულის, რომელიც ჩვენი გვარის ასე ვთქვათ, გვარიშვილების ოჯახებში დაბრძანდება, მოილოცავს, ყველას აქვს სურვილი და შესაძლებლობა, რომ იგი თავის სახლში მიაბრძანოს. უნდა აღნიშნოთ, რომ რამოდენიმეჯერ ვიყავით სოფელ ინჩხურში, სადაც ასევე ჩვენი გვარიშვილები არიან იქ ბლომად და ისინი მასპინძლობდნენ ხატს და ეს გვინდა რომ უფრო გაფართოვდეს იქნებ თქვენი გადაცემის საშუალებით ეს მოხდეს და სხვადასხვა რაიონში ქალაქიდან დაგვიკავშირდით და ეს ხატი ჩამოგზანდება ცხოვრობაშიც იყო, ხო? იქ ცოტა ხნით კი ცხოვრობაში იყო ზუმშიც ვიყავით ჩასული ეს აუცილებლად უნდა ვამბობ. სოფელი წარმომავლობის ცენტრის რომელიც მიიჩნევთ რომ მარტვილის რაიონი არის და ყველას თავისი აქ ხება ხობს ცხოვრობს და მარტვილის ძირითადად. ანუ სამეგრელოს ფუნქციაა სამეგრელოს. და ეს ხატი ასე ვთქვათ რომელიც საკმაოდ ძვირფასია და ძალიან ყველასთვის საყვარელი დღესდღეობით არის ოჯახში და მუდმივად შესაძლებელია ნებისმიერ სრულერთთან ოჯახში დაბრძანდეს და წაიკითხონ მისი დაუდომელი შეევედრონ და შეეწიოს მისი მადლი
მითხრობ ჩვენთანაც. გაიხარეთ ბატონო ლადი და ძალიან ესეთი საინტერესო ფაქტია რომ გვარმა გამოირჩია და სურვილი გამოხატა იმისა რომ ფარველი ხატი ქონებოდა და ეს არა ზოგადად ისეთი ფარველი ხატია არამედ ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახება და ამ ხატს აქვს თავისი თემატიკური მისია და კონკრეტულ შემთხვევაში ეს თემატიკა მდგომარეობს იმაში რომ საყოველთაოდ ცნობილი მოულოდნელი სიხარული ხატი ღვთისმშობლისა რომელიც ცნობილი ხატია და ესეთი გავრცელებული ხატია დიახაც აი ეს ხატი იქცა საგვარეულო ხატად და საგვარეულო ლოცვის ობიექტად და აი ეს მოულოდნელი სიხარული თუ საიდმედან შეიძლება მოვიდეს ამისი მეოხი და ამისი როგორც ითქვია სულიერი მეკვლე არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ეს მოულოდნელი სიხარული არ მოუშალოს ღმერთმა თქვენს ღვთისმსათნო გვარს და თვითეულს შვილს აქავე მინდა დავამატო რომ ეს სატელევიზიო გადაცემა არის არა მხოლოდ ჩვენი საუბარი როგორც ასეთი გვარის შესახებ არამედ ეს არის საუბარი ყველა ამ გვარის შვილისთვის რათა ყველამ უყუროს ამას ყველამ გაითავისოს თავისი გვარის ისტორია და გაითავისოს ის ფაქტი რომ აი ამ გვარს როგორი კარგი წინამძღოლები ყავს როგორი კარგი ლიდერები ყავს როგორი კარგი საქმეები კეთდება ხატთან დაკავშირებით თავიანთი გვარის შვილების მოძიებასა და მათი ღვაწლის დაფასებისა და პატივის მიგების თვალსაზრისით და დიახაც არაფერი არ უნდა დაიკარგოს გვარსა და გვარიშვილობას შორის თითოეული ადამიანის ღვაწლი უნდა იყოს სათანადოდ წარმოჩენილი და ამას ძალიან კარგად ახერხებს და უძღვება თქვენი გვარის წარმომადგენლობა და ამ გვარის წარმომადგენლობასთან ინტენსიური კავშირი როგორც იტყვიან და ისეთი გვარიშვილობითი საბიძაშვილო კავშირი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს რომ გვარი გაძლიერდეს და ერთობის სახით წარდგეს ქვეყნისა და რაც მთავარია უფლის წინაშე ჩვენი გადაცემის დრო იწურება როგორც იტყვიან დასასრულს უახლოვდება და მინდა ბატონმა თამაზმა როგორც ამ შემთხვევაში ჩვენი გადაცემის ფორმატიდან უხუცესმა წარმომადგენელმა ამ ღვთისმსათნო გვარისა მიმართოს თავის გვარს და თვითეულ შვილს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონებო, ქალბატონებო, როგორც თავში ვთქვი, ფირცხელა და ფირცხალა არის ჩვენი გვარის ფუძე. საიდანაც წარმოდგება ყველა მისგან გამომდინარე სხვა გვარი. არა ვარ ჩვენ სხვა გვარი, ჩვენ ერთი გვარი ვართ, ერთი ფუძე გვაქვს. ერთი ადგილიდან მოვდივართ ყველა. ასე რომ თუ ვინმე არის ფირცხალაის შვილი ან ფირცხალაძე, მანაც უნდა იცოდეს რომ ფუძე არის ფირცხალა. ანუ ყველა ჩვენ იმ ხუთი ძმიდან მოვდივართ. ჩვენი მისია რა უნდა იყოს? ვემსახუროთ, უანგაროთ სამშობლოს, საქართველოს ვემსახუროთ, ვემსახუროთ თითოეულ როგორც გვარშიგნით ერთმანეთს ისე სხვა გვარის წარმომადგენლებსაც. საქართველოს მაშინ იქნება ძლიერი, როგორც ვთქვი, როდესაც თითოეული საქართველოში არსებული გვარი იქნება ძლიერი. ძლიერი სიძლიერე შესაძლებელია მხოლოდ ღმერთთან ერთობით, მასთან ურთიერთობით, ლოცვით და იმით რომ ჩვენ არავის ვინც არ უნდა იყოს ის, რო იტყვიან იესოს იმიდან მოყვარეც უნდა გიყვარდეს და მტერიც უნდა გიყვარდეს. შენი რომ მტრის სიყვარულით შესაძლებელია მისი გამოსწორება. თუ ის მტერია ჩვენი შეიძლება ის ამით გამოვასწოროთ, მაგრამ მტრის ასევე სიძულვით გამოსწორება შეუძლებელია. ამიტომ ყველას გთხოვთ, მეგობრებო, ალბათ ამ სტუდიაში თქვენ სხვაგვარი წარმომადგენლების ბევრი მოხვალთ და იცოდეთ რომ ჩვენი გვარი მზად არის ყველა სხვა გვარს მხარში ამოუდგეს საქართველოს საკეთილდღეო ყველა საქმეში. გაგახაროთ ღმერთმა ისეთი დადებითი განწყობილება სუფევს ეხლა სტუდიაში ეს არ ვიცი მაყურებლისთვის რამდენად მისაღები და რამდენად ესეთი წვდომადია ეს ყველაფერი მაგრამ მე დამრჩა სულისკვეთება ისეთი რომ აი ეს გვარი და ამ გვარის წარმომადგენლობა მოწოდებულია იმ დიდი სულიერი ერთობისთვის რომელიც სულიერ ერთობასაც ჩვენი დედა ეკლესია გვიქადაგებს და გვეუბნება მოყვასის სიყვარულით დიახაც მოყვასის სიყვარულით გააძლიეროს და გადაარჩინოს ღმერთმა თვითეული ჩვენთაგანის გვარი და ჩვენი საფიცარი და სალოცავი სამშობლო საქართველო